მეუღლეს არ უყვარდა დალევა. თქვენ თუ გიყვარდათ ალკოჰოლი? მე უფრო სვავდი. თამადაც ყოფილი ვარ. ხო, აი გუნდა მეკითხა თამადად ვიყავი, კი. ერთხელ დამნიშნეს თამადად და დაიწყეს ახლა ბიჭებმა ლაბარაკობენ ახლა რა სერიოზულად არ მიიღეს. ხო. ჩემი თამადობა. ამიტომ საუბრობენ რაღაცაზე ვერ გაჩვენდნენ, ვერ გაჩერდნენ და მე მინდა დავიწყო რეჩი თქვა რაღაცა თავი მოვიწონო. დავაკაკონე იმაზე ჩანგლით ბოთლზე. ხო. ემუხედეს. გენაცვალე მე როცა ვლაპარაკობ სალაროში ბილეთს ყიდულობენ. მერე შემოდიან თეატრში დაჯდებიან და მე მისვენენ ბილეთ აღებული ხალხი. ბილეთი თქვენ არ აგიღიათ, არაფერი მენება არ მომიწია, რო ლაპარაკობთ, რას ლაპარაკობთ? შენივრად გიპასუხეთ. პირველი სიმთვრალე რა ასაკში იყო, გახსოვთ? მამიდა ჩემთან დავდიოდი იქ და გოგოები შემეჯიბრენ, რო ისაო, ქალაქელიო რას დალევსო. ხო. შავი ღვინო მოიტანეს რაღაც არაჩვეულებრივი. ხო და 10 ჩაის ჭიქა დავლიე. ძალიან დათვერით. სად ვიყავი საერთოდ არ ვიცოდი. დედას ვკითხულობდი მაშინ, როდესაც მამიდა მყავდა, მამიდასთან ვიყავი. სცენაზე გასვლის წინ თუ დაგილევიათ, როდესმე თუნდაც ითამამისთვის. იყო ასეთი სპექტაკლი. შთამომავლობაში მე ქალბატონ ვერიკოს ანჯაფარიძეზე გეუბნები. ქალბატონ ვერიკოს ქალიშვილი ვიყავი. შუა მოქმედებაში ქრებოდა შუქი. ხო. ჩქარა უნდა გავსულიყავით, რომ არ მოესრო შუქს ანთება, იმიტომ რომ იქ სხვები უნდა იჯდნენ ახლა. ამიტომ მე ვერიკო გადიოდა იქით კულისებში და მე გავდიოდი აქით კულისებში. როგორც კი შუქი ჩაქრებოდა, მე იმაზე ხო ხედა მაინც ფიგურას. ხო. უნდა გავარდნილიყავი სცენაზე, ვერიკოსთვის უნდა მომეხვია ხელი და ისე გამეყვანა. და იქით რეკვიზიტი იყო და რეკვიზიტში იჯდნენ მუშები. ხო. დეკორაციას რო ცვლიან ისინი გამზადებულები არიან და იქზია. ნუ არ არსებობს რომ იქ პორმარილი არ გენახ. გაშლი. ესმა ჩვენი ჯიგარი მოვიდა, მოდი გენაცვალე, მოდი დაგლოცე. შევიტოდი. სვავდით? გადავკრავდი. ბოლოსკენ ვიყავით და აღარ დარდობდით მაინც და მაინც. ხო და გავარდი ერთხელ და მომყავს ვერიკოსე მომყავს. შუა სცენაზე ვდგევართ, ჩქარა უნდა გავიდეთ. არ შეიძლება უცებ მოატრიალ და ესე და შემომხედ. Слушай, хоть скажи, где ты пьешь, пьяница? Михда сунинко. სადასოვის მაინც მითხარი უნდა რომ ვერ გაიგო. იქით კურისაში გავდივარ, იქით არაფერი არ ხდება. და აქეთ რომ მოვტრიალდები და ეს გამყავს და აბა სადღაც ვარ ვერ გაიგო, მანამდე სული არა მაქვს. ოხ, მე სიცინი წამსუდა დაივა. ჩამარტყა ზურგში. მე მგონი ამის მერე ამ სპექტაკლში უკვე აღარ დაგილევიათ იმათთან ერთად, ხო? არა, რაღაც დავლევდი ვერიკო, ჩასაფრებული იყო. ამბავი დასრულდა და წარსულს ჩაბარდა. ამიერიდან სიტყვა აღარ უნდა დაიძრას ამის შესახებ ამ ოჯახში. მე ამას მოვითხოვ, მესმით?